დილა მშვიდობისა, გურუ. დღეს მე განვიხილავ ბიტკოინს, ტექნოლოგიურ აქციებს და ჩემს ღია გარიგებას. ჩემი ბიტკოინის პოზიცია ამჟამად ფლობს 1 მაისი მონეტას. Google რჩება ჩემი უმსხვილესი ინდივიდუალური ჰოლდინგი, რასაც მოჰყვება Nvidia, Apple და Amazon. მე ასევე მინდა დავამყარო პოზიციები Foxconn-ში, CMC-სა და Tesla-ში, მაგრამ ველოდები უკეთეს უკან დახევას და არა მათ დევნას. გამოიწერეთ, დაალაიქეთ და ჩართეთ შეტყობინებები. ტექნოლოგიების აქციები შერეული იყო. Amazon დაეცა დაახლოებით 2%-ით, ხოლო Google-მა მოიპოვა დაახლოებით 1% და Alibaba, ჩემი სიდიდით მეორე ჰოლდინგი, გაიზარდა დაახლოებით 1 მარტი პროცენტით. Google ახლა დაახლოებით 8%-ით ჩამორჩება თავის ყველა დროის მაქსიმუმს. ყოველდღიური გრაფიკი ხდება ზედმეტად შესყიდული, მაგრამ ყოველკვირეულ ტრენდს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გასაშვებად. მისი ფასი მოგების კოეფიციენტი რჩება 18-თან ახლოს, 20 დონის ქვემოთ, რომელსაც ვიყენებ როგორც უხეში შეფასების მინიშნება. Google-ის წლიური შემოსავალი დაახლოებით 403 მილიარდი დოლარია, ხოლო წლიური წმინდა შემოსავალი დაახლოებით 132 მილიარდი. ბოლო კვარტალში დაახლოებით 119 მილიარდი შემოსავალი იყო. სალაპარაკო შედარება კვარტალურ შემოსავალსა და მოგებას შორის შერეული იყო. Nvidia მოიპოვა დაახლოებით 2 მაისი პროცენტი მას შემდეგ, რაც მე დავამატე პოზიცია. ის დაახლოებით 11%-ით დაბალია მის ყველა დროის მაქსიმუმზე, ჩამოაყალიბა დიდი ხარის დროშა და მისმა ყოველკვირეულმა სტოქასტურმა დაიწყო ზევით მოქცევა. ბიტკოინი $64,000-თან ახლოს ვაჭრობს. ჩემი 1 მაისი ბიტკოინის BBT-ის პოზიცია დაახლოებით $96,000 აჩვენებდა არარეალიზებულ მოგებას $285 ახლოს. წინა გარიგებამ დაკარგა დაახლოებით $5,000. მე რომ შემენარჩუნებინა იგი ღია დაბრუნების დროს ის დაბრუნდებოდა წყვეტამდე, მაგრამ მისი დახურვა იყო გადაწყვეტილება, რაც მე მივიღე იმ დროისთვის არსებული ინფორმაციით. რეტროსპექტივაში მე დავხურე ადრინდელი გარიგება ფსკერთან ძალიან ახლოს მას შემდეგ, რაც ბიტკოინი უკვე დაეცა დაახლოებით 54%-ით. დიაგრამა კვლავ აჩვენებს დაღმავალ სამკუთხედს და ფასი ცდილობს მასზე მაღლა გარღვევას. ბიტკოინი ზედმეტად იყიდება ყოველკვირეულ გრაფიკზე, ხოლო ყოველდღიური მაჩვენებლები მაღლა იწევს. ეს ხდის ამ მნიშვნელოვან მომენტს, თუმცა გარღვევა არასდროს არის გარანტირებული. მე ასევე მჯერა, რომ არჩევნებთან დაკავშირებულმა წახალისებმა შეიძლება წაახალისოს რისკის აქტივების მხარდაჭერა აშლის შუალედურ ვადამდე, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. ჩემი გარიგება გაიხსნა $63,000-თან ახლოს, გაჩერებით დაახლოებით $60,000 და შესაძლო სამიზნეო $83,000-მდე. დიაგრამა აჩვენებს ჰიპოთეტურ რისკს დაახლოებით $1,000 შესაძლო $20,000 ანაზღაურებისთვის. ბერკეტი გაამრავლებდა როგორც მოგებას, ასევე ზარალს. 4 საათიანი დიაგრამა უახლოვდება წინააღმდეგობას, ასე რომ ჩვენ ვნახავთ, წარმატებული იქნება თუ არა გარღვევა. მე ავაშენე 1 მაისი ბიტკოინის პოზიცია ამ კონფიგურაციისთვის, მაგრამ წინა მცდელობა ჩაიშალა მას შემდეგ, რაც ბიტკოინის დიდი ქურდობის ამბებმა ზეწოლა მოახდინა ბაზარზე. ამჯერად გარიგებას შეწყვეტის და გაჩერების მიხედვით შევაფასებ და არასასურველი შედეგის მიხედვით. Elite Plus Age ჯგუფში ბოლოდროინდელი მოდელების მიერ გენერირებული გარიგება მოიცავდა პოზიციებს BNB-ში, Nvidia-ში, Solana-სა და Microsoft-ში. ეს არის დღევანდელი განახლება. გამოიწერეთ და დაალაიქეთ. ეს ჩემი საკუთარი გარიგებებია და არა ფინანსური რჩევები. ისწავლე როგორც ჩემი მოგებიდან, ასევე წაგებიდან. შვენიერ დღეს გისურვებთ და ხვალ გნახავ.